მომხმარებული იდეალურია, პროდიუსერი არაჩვეულებრივი, მაგრამ შტურმანი 0. თუ გინდა გადაგჭე ხო შტურმანად უნდა დასვა. ამიტომ მაქს შენც იქნები შტურმანო რა, რომ შეერი არ დავრჩეს და ჩვენი შეკვეთილი ნადუღი და ჭადი ვჭამოთ. მაქს იქნები შენი ინფლუენსერინგი ჩაკეცო ცოტა და ჩვენს კუჭებზე ისრუნო. რო გავზრდებინანო და ჟორჟოლიანო და გაიზარდა მაგ შენ უყარ. თუ არა ნანუკა გამოხვიდა. 3 კილომეტრზე 100 მეტრშია, სწორად მივდივართ. სწორად ედარ. მარცხნივ. ეს ჩემი საფრის გზები. შრალამაზად ზის ეს პეტრა. ეს ჩემი კუჩა. შენ შტურმანობას მიხედე. და მოგორებ. ალბათ ნასაფიო. ახლა გასერთი წლის და მე 45 წლის. აი მე რა კარგად გამოიყურებით. გამოცხადდა და ქალაქში კი არა, საერთოდ სახელმწიფოში საქართველოში რომ უნდა აშენდეს საავიაციო ქარხანა ქუთაისში და თბილისში და სათანადოდ უნდა გაიხსნას ტექნიკუმი. ჩავირიცხე ავიაციო ტექნიკუმში და ვისწავლე ავიაციო ტექნიკუმი დავამთავრე. ნუ დავამთავრე და მე წამოვედი სახლში და მერე გამომიგზავნეს შიგრიკის სახლში და ჩამოდიო საქმე გვაქვს შენთან და ჩავედი და მითხრეს რომ ჩვენთან დაიწყე მუშაობა სასწავლო ნაწილის მდივნათო და მე მუშაობა მიყვარდა და მიყვარდა იცით რა წესიერი მასალებსაც ვთხოვდი წესიერებას. ეს ყველაფერი იყო ჩვენ ფუნქციებში. სტუდენტები, მასალებლები, ზარეთ დარეკვა, ჟურნალი, ეს ყველაფერს მე ვაკეთებდი. ხო და ახლა ორი ენა ვიცი, ქართული ვიცი, რუსული ვიცი. და ისინი ჩემი უფროსებიც დიდი კმაყოფილი იყვნენ მაგალითად ჩემი იმისზე და ვერ პატიებდი ვერც მასწავლებლებს და ვერც სტუდენტს რომ რაიმე დანაშაული ჩაედინათ ან გაეცინა გაგვეთილია. პირადი ცხოვრება? პირადი ცხოვრება ახლა კავალერი ყავდაო საავიაციო ტექნიკუმში ვსწავლობდი 1200 ბიჭი სწავლობდა 34 გოგო ვიყავით. ხო და ამდენ ბიჭებში ახლა რაცა კავალერი გამოჩნდებოდა რა. მაგრამ ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ სხვათა შორის როგორც ოჯახის წევრებს ისე გვეყრობოდნენ გოგოებს. გაცილება, გამოცილება, ვინმე არ გითხრას, ეს რა ქვია, ერთ მომენტს ვიტყვი. მიდით. ესე იგი მოვიდა ახალგაზრდა ზვერი ისა ბიჭი ვოლგით მოვიდა და ისა რა ქვია. სწავლა მინდაო და საბუთებს ვღებულობ ახლა მე და ჩამიფუჩუდეს რომ მაგ ბიჭიო ქურდიაო. დიახ. მაგენი რო არ სწავლობე? ой. ბაჩანა ქვიოდა სახელი ეს კლიჩკა ის. მეოთხარი ქურდმა სწავლა მოინდომა და არ მოვეხმაროთ მეოთხარი ანებებს ქურდოვანს თავს თქვა და დეხმარებოდი ნამდვილად გითხრათ. მე გადამეკარა ეს ბიჭი. სადავიდა და ბიჭებს და იმანო გახსნაო პივის ქარხანაო თეთრი ხიდის უკან იქეთკენ რო გადადიხე გადაკიდებული შენობა და იქანა ესე პიუნოი გახსნაო და იქანა ვაჯრობს. ნუ ახლა არის ცოცხალია და მე ცოტა რომ აღარ გამოჩნდა მე ვიკითხე ბაჩანა არ ჩარსკა და ბაჩანა 20 ხეში მოკლეს. აი რა. და მეწყინა ნამდვილად.
ასეთნაირად ჩავატარა ჩემი ცხოვრება. ნუ ახლა კავალერი და ყველა ახალგაზრდას აქვს მაგის ვარიანტი, რომ საცხა პაკლონიკი გამოგიჩნდება და აი ის პოლონელი. პოლონელი აქ ცხოვრობდა გმურად ჩემთან. ხო და ძალიან განათლებული ბიჭი იყო და კარგი ბიჭი იყო. საცხა არის იქანა სურათი ნახეთ. ესე აი მე რას ბრედ პიტი? ძალიან ლამაზი. კი, მე მეცლამაზე ვიყავ რა, არ ვიყავ. ეჭვი არ მეპარება და რატო არ გაყევით? რატო არ გავა? და ის არა ქვიან. ბისეს უფლება მაგენს მუშაობის აქანა და ცხოვრების და რატო არ გაყევით ცოლად? მერე იყო ძალიან თბილი პაკლონიკი ჩემთან სამში. ბაზარში რო წევიდოდა და ხილს იყიდა და ორი თეფშიც ჩამოიტანდა მამა ჩემი ახლა ესო თქვენო და ეტო სოფრ გიგორევინა. ვეტყოდა და ვიცინოდეთ და ხამაზე და ხო და მე ეროვნებით ებრაელი იყო. თლად კაი. ჭკვიანი ესე იგი ებრაელი თუ იყო, მებრძოლი, პოლონელი ესე იგი ევროპელი იყო, ფანტასტიკური ნაზავი. ხო და ნუ ახლა გოგოები, ებრაელი გოგოები კავალერებს ეძებდნენ და ამას ეკიდა მერე ჩემი სკოლის ამხანან კიდე. ხო და იყო ისეთნაირად. ამან ეს სურათი მაჩუქა. Mag сорат сука на цели, если любишь, то храни, если нет, то порви. Хода. Ну, хлам. რადგან შეინახეთ ეს რაც ნიშნავს? არ მოუწია და შემდეგ ის ებრაელი გოგო ითხოვა ქორწილში დაგპატიჟა მე და ჩემი სიდე წევედით. ქორწილში ვიქეიფეთ იმ ამის ქორწილში. მე რა ვდექით და მოვდივარ სახში ადგა სიძე. დედოფალი და გამოგვაცილა და ჩაგვაცილა მეორე სათრუზე ვიყავით და ესეთნაირად. მე მაგენი წავიდე. და ცოცხალია? ეს ცოლი ციციაშვილის ქალი იყო. დატოვა აქანა და წავიდა. რას ამბობ? ფეხბურთი იყო და ის გაყვა მე სხვა პოლონელს და იმან გადაიყვანა საზღვარზე და შემდეგ იმან მოძებნა ეგი მაგარი გოგო იყო. კაი, რას ხვდებით? გააგრძელეს სამგერმას იქ პარიზში ცხოვრება. ანუ სხვა პოლონელს წააყვანინა სხვა პოლონელ ქმარს თავი პოლონეთში და ეს იპოვა? ხო, კი. რა ისტორია? და იქიდან აფსილკებს მიგზავნიდა. არა, ბევრს კერყვებით არ გაჩერდეთ. ანუ პასილკებს ბიჭი გიგზავნიდათ? თუ ცოლი? არა, ცოლმა იცოდა. და ეს გიგზავნიდა. ცოლს უძახოდა ჩემს სახელს. სახელი შეუცვალა. იმას არ აქვიოდა და იმას სონიას უძახდა იქანა. და რას გიგზავნიდათ? პასილკებში ტოგირაბეს. რას? ისეთ არაც აფერს მაგალითად. მაინტერესებს. წერილებს? შეურაცხყოფა მოგაყენოს და ეს. წერილებს ასწავლიდა, კი, როგორ არა. და მე ჩამოდიოდა წყალტუბოში. და მე ვნახულობდა. ცოლიც ვნახულობდა, ცოლმაც იცოდა, ცოლს ჩემს სახელს უძახდა და ხო და ასეთნაირი ურთიერთობა ჰქონდა და მე შევწყვიტე ჩვენ
მომცემდნენ. ისე სხვას უყვარდი. პასილკებს რო იღებდით? უკან ხوار გავალდა. მე 50 წლის ვიყავი რო გავთხოვდი. გავყევი ქალაქში პატივცემულ პიროვნებას. იყო კლასის მთავარი ინჟინერი. ხო და ნუ ახლა ცხოვრობდით ჩვენ ერთად და ისე და მე ცოტა ამანტოფიკაცი იყო და გარდაიცვალა თავისი. არ გიყვარდათ? იცით რა ოჯახის წევრებმა არ მოწეს მაგის საშუალება. ანუ არ მოწეს ვერ გაუგეს ვერც მამამის და ვერც მე. ხო და ამიტომ იგეთან კონტაქტი დიდად არ მქონდა. ახლა ამასირებზე მოგაკითხეს და იქანა მეკუთვნოდა მე ნახევარი სახლი მე მეკუთვნოდა და დაუწერე გაცხადება რომ არ მინდა მაგ სახლი კონდეს შვილიშვილებს თქვა. საბოლოო ჯამში ბედნიერი ხალი იყავით? არა არ მომწეს საშუალება. აი რას გულისხმობთ როცა ამბობთ საშუალება არ მომწესო? უფროსობა დამეწყეს და ახლა მე თელქალაქის უფროსი კი ამ გავხდიდა და ვინმეს უფროსებდი არ ვიყავი ამის ხალი და ამ დათმობებზე ვეღარ ძევით. ისე დათმობები აუცილებელია თუ არა? არის. ხა ზოგიერთ რამებზე უნდა თუ გიყვარს ის ობიექტი რომელსაც ეხება ეგი თავში ეგა ასევე ამ გადასახედიდან უნდა დაგეთმოთ თუ არ უნდა დაგეთმოთ? არა ახლა იმდენი ხალხი იყო ამაში ჩარეული რომ ეს გადავაწყვეტიეს რომ არ ვთვლი შეცდომად. ანუ ახლა რო გისმენთ პროფესიისთვის ბევრი დრო დახარჯეთ, სწავლისთვის დრო დახარჯეთ. კი. პირადი ცხოვრებისთვის გვიან, მაგრამ შეეცადეთ და აი ცხოვრებაში აი 102 წლის ქალისგან მაინტერესებს, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? ოჯახის მოვლე. და ძმა, ძმისშვილები და ოჯახის ქალი იყო და მე მათ განათლებას ყველას განათლებაში ვარ ჩარეული თუ ვინმე დაიბადა ჩემ სახლში. და ყველა განათლებულია უმაღლესი განათლება აქვს. ჩემი საყვარელი შვილი ამას ვენაცვალე ჩემი პაგუნია შვილი. უიმე დედა კაცო ალეგონა. რომელი ოჯახი? ოჯახი. ეს თქვენი, მაგრამ თქვენი პირადი ოჯახი არ გინდოდა? არა. მე თერი, ჩემი იშვილები, ძმისშვილები, ყველა ჩემი ხელგადავლებული. გავიგე, მაგრამ თქვენი გეყოლებოდათ. და ის კაციც გეყოლებოდათ, რომლის ფოტოც არ დახიეთ სიყვარულის დასტურად. არ გამოვიდეთ. ანუ თქვენ მე რას მეუნებით? პოლონელს რო არ გაყებით, არ გინანიათ? არა. არა? აბა დაფიქრდით. ეხა ქმარი რო ყოლოდათ, უფრო კარგი არ იქნებოდა? უფრო საინტერესო. არა. სწორება, მე საუკეთესო გავატარე. რამე გაწუხებთ? ახლა როგორ შეიძლება არ ვაწუხებდე? გული როგორ შეიძლება? ანუ ისე გამოიყურებით, რომ არ მჯერა, რომ რამე გაწუხებთ. საოცრად გამოიყურებით. არა, მე მკურნალობ. ეკები მყავს. საჩები მკურნალი, მეორე დინო ეგერა. მაგენი მივლიან მე. ეს არ ჭამო, ის ჭამე, ეს დალიე, ეს წამალი.
ნომრები გაქვთ? აქვთ, თქვენ აქ ხართ? წამოდით მე განახებთ რა ნომერში ვარ. იგივე ნომერში ვარ? მე ვიყავი აქ. როდესაც იყო კოტე სულამანიძეს დაბადების დღე. აი ძალიან მაგარი რაღაცა გააკეთა ძალიან და მე მერგო მაშინაც დედოფლის ნომერი და ეხლაც იმ დედოფლის ნომერში შევ. გამარჯობათ. როგორ ხართ? ესე იგი ყვები რა საოცარ ნომერში მოვხვდები ახლა მე. გივიკო, შენ ხარ? კარგად, ხო როგორ ხართ? ვაიმე, ეს ლაბორატორები ვისია? ორი დათვი. შენ რა შევი ისვენე? კაი, რა კაია რა დაგემთხიე. ავალ და ჩამოვალ. ბიჭებო, გამარჯობათ. ესე იგი, მე თქვენ განახებთ ახლა ჩემი დედოფლის ოთახს. მოგეწონა სასტუმრო? მართლა? ეს არის იმერეთში ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სასტუმრო. ნომერ პირველ ადგილზე არის წყალტუბო. და მე ეს. ანუ იმერეთში რო წამოვალ, აი თუ სადმე მინდება, პირველ წყალტუბოში და მეორე საზანოში. მაქს, შენ თერჯოლაში ჩადი. მაქს, თერჯოლაში ჩადი, იქედან უკეთესად გამოვჩნდები. შეგიძლია წყალტუბოშიც, მაგნოლიაში დაჯდე. ჩემ წყალტუბოში ჩახვიდე მაგნოლიაში. ამასობაში თქვენ დაისვენეთ უჩემოთ, კაი ჭამეთ, კაი სვით, ხო? ხაჭაპურები და თონი არ გიჭამიათ? ძალიან კარგადაც ვიცი, ყველაფერი ვიცი მე. რო გაიყურს აქ. ხახლა ნახეთ რა, ძალიან მაგარი ნომერია, ძალიან. ჩემი საყვარელი აბაზანა. მოდი. ნახეთ თავისი ყველაფერი და ბრენდილი აქვს ყველაფერი. ხო მაგარია ანი. ხო შეგშვიდა ქალბატონო. ამ ოთახის დიზაინი გადაიღეთ ეს ოთახი უჩემოთ. მაგარი ოთახი რა? გიждები. ანუ ვერ მიხვდები რომ საზანოში შეიძლება ეგეთი გემოვნებიანი გაკეთება. ამაც აშენეს ხო პირველ. და ის აქ რამდენი ნომერია რო? ეს და გვერდზე? ხო, აქ ცოტა. ესე იგი საზანოში ეს რაღაცნაირად 64-ს ივრძრის გაჩენის იდეა ვის გაუჩნდა? ჩემ შვილს. ჩვენც კი გვინდოდა აქ გადმოსახლება და აქ ცხოვრება სიბერიაში, მაგრამ არ გამოგვივიდა სამწუხაროდ ჩემი უღლე გარდაიცვალა 67 წლის ასაკი მოესწრო ამის გაკეთებას ყველაფერს სასტუმროს არ მოსწრებია.
ხო, მაგრამ უკვე ის რომ შვილი აპირებდა რომ აქ რაღაცნაირად დაბრუნებულიყო. კი, ეს ყველაფერი გაკეთებული იყო, აი, რასაც ხედავთ, ის ოდასახლი, ეს მარანი, ეს სახლი გარემონტებული, გადაკეთებული. ამის მშენებლობას ვაპირებდა, აქ ვენახები ქონდა მეზობელს, იმან დაგვითმო ეს ადგილი და მოქცა ეს. ანუ იქ სადაც ბავშვობა გაატარა, გადაწყვიტა რომ მე რაღაცა ეტაპის მერე დაბრუნებული იყო, აქ აპირებდი ბოლომდე ცხოვრებას და ნემაისაც ძალიან უყვარდა აქაურობა, ბავშვებისაც რო ჩამოყავდა იდეაზე. და საიდან ეს რამ დააპროვოცირა? საიდან ეს იდეა? სიყვარულმა, სოფლის სიყვარულმა, აქაურობის სიყვარულმა, ძალიან ბევრი მეგობრები, მეზობლები, ყველასთან აი კარგი ურთიერთობა რო გქონდა ჩვენს უფროსებსაც და თვითონ ბავშვებს დარაზმავდა და ექსკურსიებზე დახავდა აი სკოლის პერიოდშიც. მაგრამ ეს თავიდანვე სასტუმროდ უნდოდა თუ ჯერ რაღაცნაირად თავის კერა და ეს თავიდანვე ევრორემონტი გავაკეთეთ. გავაწყვეთ ყველაფერი. სასტუმროსთვის? არა, თავის საცხოვრებლად. ხო. ისე საცხოვრებლად გამზადებული ქონდა ყველაფერი და სადღაც რემონტის მერე 6 წლის მერე გადააკეთა. მოვიდა იდეა, დაშალა ის გაკეთებული ყველაფერი და ძველ ყაიდაზე, ძველითა და ახლის შერწყმით გააკეთა მერე ყველაფერი. ხო, ეს აბეჯის აბსოლუტურად ყველაფერი ძველი ახალთან შერწყმით. კი, ძალიან. ამისი გაკეთების მერე სასტუმროდესო გადააკეთა, მერე მოვიდა იდეაში, რომ ძველი იმერული ოდა სახლი იყიდა, დაშალა იქ სადღაც სოფელში, აქ ნედან ევროპიდან ამერიკა, იტალია, ბულგარეთი, სულ ყველგან ბერძნების ძალიან ბევრი ხალხი იყო, ვერ ყოფნიდა ჩვენ ადგილები ხოლმე ამისათვის ვარს ვეუბნებოდით. ამიტომ გაჩნდა ამ სასტუმროსაშენ. ხო, და ამერე გაჩნდა ამის იდეა, რაშიც ხელი შეუწყო მისმა მეგობარმა და ერთად მე მეგობართან ერთად გააგრძელეს ეს და გააკეთეს და ძალიან ლამაზი გამოვიდა. ამის მერე კიდე თხოვლობდნენ ეს ჩვენი ტურისტები აუზს, მე აუზზე გავხსენით წელს. ლევანის მეგობარი საზანოელია? დიახ, აქაური ბავშვობიდან მეგობრობდნენ ერთად, კარგი ურთიერთობა აქვთ. ისეთი ბიჭები არიან, რომ აი რო არ უღალატებენ, უღალატო მეგობრული სიყვარული ბავშვობიდან აქვთ. მე თბილისში სწავლის დროსაც ერთად იყვნენ და ძალიან იმედიანად აი ახლობელი რო არ დაგიგება გვერდში, ისე დაუდგა გვერდში ჩემთვის. და მოდიან და მართლაც ბოლომდე ასე იყოს, როგორც დღეს არიან. ხო, რა მაგარია ბავშვობა რო საზანოში გაგატარებული რაღაც ბებიასთან და საბოლოო ჯამში რომ ალბათ რაღაცნაირად მოახერხებ იმას, რომ მე ასე დაუბრუნდე შენ კერას. ძალიან ლამაზად გააკეთა ყველაფერი, ძალიან გემოვნებიანად აქვს მაგის ნიჭი. შვილი თახვთავნებული დედა სამართლიანად. ვიცი, ხო, მე შემშულებს ზექება და დიდება არ მეყვარს ძირითადად, მირჩევნია როცა სხვა შეამკობს მაგით და ეს მიხარია უფრო და არც არასდროს არ შემიქია ჩემი შვილები, მიუხედავად იმისა, რომ ყველას უსურვებდი და ესეთი ნორმალურად და ჯანსაღი დედაშვილობა ქონდა. აი თქვენი აზრით აქ დამსვენებელი თუ აქ ადამიანი რატო უნდა ჩამოვიდეს? აი მოცილებული არის იმ ქალაქის სიბინძურეს თან და სოფელში ხარ, თან კომფორტში ხარ, ჩემი აზრი ეგეთია. თან ეს რაღაცნაირი გარემო, თანამედროვე, თან ძველებური, თან სოფელია, თან ახალი. ფილების გვაქვს ჩვენ ქადაგის რაფია, სამწურას ჩანჩქერია. მე აქედან ქუთაისში თავისუფლად მიდიან, მოდიან. ხო, მე ნახულობენ იქ ქუთაისში ათვალიერებენ ამას. წყალტუბოში აქეთკენ დადიან. სვანეთშიც ყოფილა ესეთ შემთხვევა, რომ დილას წასულან სვანეთში და მობრუნებულან ისევ აქ დარჩენილან. ხო, მესმის. თქვენ თვითონ სვანის ქალბატონი ხართ რძლად, ხო იმერეთში? კი ბატონო, მერგო ბედნიერად იმერლების რძლობა სვანქავს. და სვანური რა შემოუტანეთ იმერლებს? კერძები. მაგრამ იმერლების ეს ხალხიან თავიანთი ურჩევნიათ ყველაფერი. სად გაიზარდეთ სვანეთში? სვანეთში დავიბადე, გაზდის არ გავზილვარე, 5 წლამდე ვიყავი და მე ჩაგვასახლეს გაგრაში აფხაზეთში და იქიდან მე თბილისში მოვხვდი, თბილისში გავიცანი ჩემი მეუღლე და იქიდან შევქენთ ოჯახი და სვანური ტრადიციებით გაიზარდეთ? კი,
რას გულისხმობს ეს სვანური ტრადიცია? არაფერი ძირითადად ის რომ იცოდე პატივცემა უფროსის იყო წესიერი პატიოსანი შრომელი ახლა ძირითადი აკრძალვები ჩვენ ოჯახში არაფერი ყოფილა არასდროს. მხოლოდ ეს იყო ჩემი მშობლებისგან დარიგება ყოველთვის რომ ერთმანეთში ურთიერთობაში დაძმობთან მეზობლებთან 4 ძმა ყავდათ. 4 ძმა და 1 მეფტი ახ. და ვიზრდებოდი ისევ ბიჭურად როგორც ისინი ისევ აკეთებდი ისეთ საქმეებს რასაც ჩემი ძმები ეკეთებდნენ გვერდში ვედექი შეშის ჩეხვიდან დაწყებული ბარვა თოხნა სულ ყველაფერს ვაკეთებდით მეხმარებოდით მშობლებს. და იყავით ყოველთვის სასურველი სარცლო. სასურველი ეს მოდაში იყო მაშინ მშრომელი იყო ყველას უნდა ეს მშრომელი და მშრომა არ მეზარებოდა მშრომელი ოჯახის და ლამაზი იყავით, ახლა მარტო მშრომელი არ იყავით. ლამაზი ახლა სიმპათიური იყო მაგრამ სილამაზისა რა გითხრა. მაგრამ თაყვანისმცემლები კემყავდა და ალბათ მოუწოდი არ ვიცი. და მარტივად არ მიიღეთ მარტივად გათხოვების გადაწყვეტილება. 34 წლის გათხოვდით, ხო? იმიტომ რომ ძალიან ადრე გამომიშნენ თხოვნელები და მე ადრე გათხოვება არ ვარჩე და ძალიან მე ბოლოს ძალიან დამაგვიანდა მრჩევაში. რაოდენობით ბევრი იყვნენ, მაგრამ ხარისხობრივად არ იყვნენ. ამიტომ თქვენ ხარისხიანს ელოდებოდით 34 წლამდე. ბედსაც ხო. ბედი რაც იყო ეს გადაწყდა, თორე იმას განსაკუთრებულად ბევრად კარგი და პირობები და იმითი არ იყო. მაგრამ მე უფრო იმ პირობებს დავეყრდნე, რომ დამხმარე არც იმას არ მყავდა იქით, მე უფრო მყავდა დამხმარე აქეთ, რომ ჩვენ თვითონ შეგვექნა ჩვენი შრომით და ჩვენი პატიოსანი მუშაობის ოჯახი. ისეც მოხდა. აბა, საბოლოო ჯამში აქამდე მიხვედით. საზანოში ძლად რომ მოხდით, ვინ წარმოიდგენდა რომ შვილებს გააჩენდით და მე თქვენი შვილები აი ესე დაბრუნდებოდნენ. შვილების გაჩენაში ერთს ნანობ, მე არაფერ ჩემი უღლეს სამურთებაში რომ მესამე შვილი არ გამაჩენინა. ესენი გავზარდოთ პატიოსნა წესიერადო და არავინ დამხმარე არ აქვს, გაგვირთულდება და ისე ასე. ამას ნანობ. დღეს ჩემ შვილს როგორ ჭირდება გვერდში მდგომი ერთგული მეგობარი. დედმამიშვილს აი და გვერდში უდგია. მაგრამ ძმას ვეყოლა და აი ძმა ხო ყავს იმ მეგობრის სახით. ეს ნამდვილად იმას ჩემი შვილისგან არ განვასხვავებ ძალიან ისეთი თბილი, ისეთი ერთგული რომ ის დღემში არ უღალატებს ჩემს შვილს. თქვენი 64 სამწუხაროდ უნდა დავტოვოთ ჩვენ დღეს. მაგრამ მე როგორც თქვი აქ მეორედ ვარ და იმ მესამედაც იმედი ჩამო. ბატონო დიდი მადლობა მაგისათვის რომ ყურადღება მოგგვაქციეთ, მობრძანდით ჩვენთან დაინტერესდით. რას ამბობთ, რას კიდე მობრძანდით. აუცილებლად, შემოდგომაზე მობრძანდით, ყურძანს დაგაკრეფინებთ. აუცილებლად, ძალიან კაია. ისეთია იმერული სითბოა რა. კი ბატონო, იმერული კერძებით გაგიმასპილდებით, პლუს ჩავთავთ სვანურ კერძებს და უკმაყოფილებას არ გაგიშვებთ. სვანური კერძი იყო ფეტვი, ფეტვიანი ხაჭაპური, ფეტვიანი ჭიშტვარი. ანუ ჭვიშტარია თუ ჭიშტვარი? ჭიშტვარ სვანურად. მოგვენატრებით. ჩვენც ისედაც უყურებთ თქვენს გადაცემებს. აი ზაღლი არის გოჩთან ნაჯვარი, ხახნო. წონა შეხედეთ, გინახავთ ამ სისქელაბრადორი? აი შეხედეთ რა, სუძინა. იმას კიდე არა უშავს, სხვათა შორის ერთი უფრო მსუქანია, მეორე უფრო გამხთარი. მეგობრებო, წავედით და შემდეგ გაჩერება ისე საზანო იქნება რაღაც პერიოდის მერე და ჩამოვალ. პირველ შენოთ ხო 84 კილო დაიკელე თავის დროს. იგენას ორჯერ, ეგ ერთხელ კი არა ორჯერ. ორჯერ დაიკელე 84. ორჯერ. ნუ ერთხელ 80, მეორე 84. და როგორ დაიკელი ორივეჯერ გზა? პირველად დავიკელი დიეტით. და ნუ ძალიან სერიოზული შრომა ჩავატარე. რამდენ ხანში მოახერხე? 2 წელიწადში. ხო. 2 წელიწადში ესეც ექიმების თვალყურის ქვეშ ელენე გიორგაძის და კონკრეტულად ელენე გიორგაძის და ნინო ჯიქორაულის რომელთან დღესაც ურთიერთობთ და დღესაც გჭირდება. ეს ყოველთვის ესე იქნება. სიმსუქნე არის დაავადება კონკრეტული, როგორც ვთქვათ, შაქრიანი დიაბეტი, მაგრამ უფრო ვიტყოდი არის ცხოვრების წესი და სტილი, როგორც შაქრიანი დიაბეტი, ხო? ხო.
თუ შენ ცხოვრების წესს შეიცვლი, მაშინ დიაბეტი ვერაფერს დაგაკლებს. ასევე სიმსუქნეც რა. ხო და პირველად ამ დიეტების ფონზე შევძელი 2 წელიწადში წონის დამარცხება. აი რაღაცა ხმაყურებელი თუ გიყურებს და აინტერესებს რა დიდი წონათა წყლები, ვაუ 84 კილოს დაკლება შეიძლება სწორი კვებით, ფიქრობ შოქში ალბათ როგორც მე. აი შეგეძლო რაღაცა დაახლოებითი რეცეპტი უთხრა, ანუ რაზე იყო ძირითადად ხმეს მის ყოველდღიურ კვებას ახლა ვერ ჩამოგდ, მაგრამ თავარი ამბავი რაზე იდგა ამ კლების? თავარი ამბავი დგას, აი პოპულარული ენით აჰა. ვიტყვი რა. ბევრს ჭამს უხდები, ცოტას ჭამ ხდები. აი ეს არის მთელი ფორმულა რა. ანუ ცოტას ჭამ ნებისმიერ ამას? ნებისმიერ ამას არა. თუ არსებობს მორბიდული სიმსუქნე, რომ ცხოვრებასთან შეუთავსებს, სიცოცხლესთან შეუთავსებელი, მაშინ ეგრე არ არის. მაშინ არის რაღაც პროდუქტები, რომელიც სამუდამოდ უნდა ამოაგდო. მაგალითად, ისეთი როგორც არის შაქარი, ქვილიანი, ცომეული და ალკოჰოლური სასმელი. ანუ შენი წონა სიცოცხლესთან შეუსაბამო იყო? რასაკვირველია, იმიტომ რომ 80 კილოთი როცა ზედმეტი, ახლა წარმოიდგინე 80 კილოგრამიანი გამტელი რო აიკიდო და მთელი ცხოვრება ამით იარო, ყველაფერს, სიგიჟე სრული. ანუ როდის მიხვდი რომ უკვე უნდა შენ თავისთვის კატასტროფულად გეშვა? რა მიგახვედ რა სიმპტომა? ხა ჩემი კლასელია ერთი სუქანი დაიბადა, სუქანი არის და არანაირი პრობლემა არ აქვს. შეუძლია რაღაცა, არ ვიცი, კუბიტები აკეთოს. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ მე დავიბადე, ვიყავი პატარა, სამეჯლისო ცეკვები და რაღაც ჩემპიონატებში გამოდიოდი, ცეკვავდი. ჭიდაობდი კიდე ძიუდოზე და ასე შემდეგ. მოკლედ საკმაოდ სპორტული ვიყავი. დავამთავრე სკოლა და უცებ გავიბერე, ასე ვთქვა და ეს იყო ჩემთვის, აი, ყოველი წონა იყო კატეგორიულად მიუღებელი. მაგრამ აი უკვე როდესაც გადავწყვეტე რომ მორჩა მე ახლა ვკვდები, არის ეს რომ როდესაც ვეღარც კი დავწექი დასაძინებლად. ანუ? ნუ ხო უნდა დაწვერო დაიძინო და მე ვერ წვებოდი, იმიტომ რომ უკვე მახრჩობდა რა ეს ყველაფერი რა და მივხვდი რომ დამთავრდა. მე ეპიზოდები მქონდა გულის წასვლის, იმიტომ რომ უბრალოდ სისხლი ვეღარ მოძრაობდა, ხო და ერთი-ორი ეპიზოდი მქონდა, რომ გავითიშე და აღმოჩნდი რომ ახსადა ვარ. ხო და მივხვდი რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. 84 კილოს დაკლება რომ მოახერხე შენი ცხოვრების წესით. მე როგორ მოიმატე? არა, ცხოვრების წესით პირველად როდესაც დავიკ, ეს არის სტატისტიკა. ამას გეტყვის ნებისმიერი ექიმი. ხა მე ეს ძალიან საპასუხისმგებლო რაღაცა, რაც მე გავაკეთე და რაზეც ვსაუბრობ. ამიტომ აქ ტყუილები გამორიცხულია, არც გაპრანჭო და არც რაღაც ისეთ საუბრები. პირდაპირ ვიტყვი რაცა. დიეტა არის და სწორი კვება და ეს არის ნებისმიერ შემთხვევაში მე 10 წლის მერე მოვიმატე. ნებისმიერ შემთხვევაში ამ დიეტების მერე იმატებს ადამიანი. იმიტომ რომ თავარი ჰორმონი, როგორც მე ამიხსნეს, მე არ მინდა რაღაც ისე ჩავამართვა. დილეტანტი ვარ მაინც, მაგრამ მე როგორც ამიხსნეს პროფესიონალებმა იმას ვიტყვი. თავარი ჰორმონი შიმშილის არის გრელინი კუჭში, რაც გამოიყოფა, ეს მერე ადის თავში და მერე გაკეთებინებს, რომ შეიძლება კედელი ლოკო, ხო, ისე მოგშვიდე. ამას დიეტა არაფერს არ შველის. შეგიძლია ითმინო, აი ითმინო, მე ვითმინე 10 წელი და მე ჩემ ექიმებს რო ვუთხარი, რომ აი ეს ნუ გავსუქდი რა. ხო. ხო და მითხრეს რომ იცი რა არის სტატისტიკურად 6 წლის მერე სუქდება ყველა. ხო. 10 წელი შენ კიდე კარგი ნებისყოფა გქონდა. ხო. მე ავდექი დავიწყე თავიდან დიეტა და უკვე ვეღარ გავაკეთე და მე რო უთხარი რომ ვეღარ ვიწყე. სტრესიც გქონდა რა. სტრესის გარდა კიდე ამიხსნა რა, აი ქალბატონი მაილენემ არის საოცარი პროფესიონალი და ადამიანი. რესურსი აქვს ყველაფერს, მოთმენასაც რესურსი აქვს. მთელი ეს რესურსი ამ მივახარჯე, ამას გამითავდა რა, მოთმენა აღარ შემეძლო და სხვათა შორის მისივე ნებართვი და მასთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე უკვე ოპერაციის გაკეთება. იმის მერე რაც ლევან ბერძენიშვილის სიუჟეტი ნახე, სადაც ბარიატრია გაკეთა. ჩვენ ესე ვართ რა, ჯერ ლევანმა დაიკრო, ბატონმა ლევანმა და მე დავიკელე. მე ბატონმა ლევანმა გაიკეთა ოპერაცია, მე გავიკეთე ოპერაცია. რაღაც ერთად მოვდივარ და სხვათა შორის აი ეს მოთმენის ნებისყოფის ამბავი რაღაც ერთნაირად აღმოგვაჩნდა. მასაც ესე დაემართა. კი, მე მყავდა გადაცემაში მაგთემი, კი. ზუსტად და მეც ესევე დაემართა რა და შემდეგ ბატონი დავით აბულაძის კლინიკა ნახე. ისევ ლევანიდან გამომდინარე, მან თქვა თავის ერთ-ერთ გადაცემაში, რომ იქ გაიკეთა და ნახე და ნუ დავითი აღმოვაჩინე ჩემთვის ევერესტია, მწვერვალია ამ საქმის რა და რაც არ უნდა მითხრას და აი სისულელე მითხრას ეს გაკეთე, გავაკეთებ ისე მჯერ. ხო, ნდობა დამშლანი ფაქტორია. იცი რა, მთელი ამბავი თან კიდე იმაშია, რომ თვითონ აქ ეს ოპერაცია გაკეთებული, არის მე შეიძლება საიდუმლო გავამჟღავნო. არ არის საიდუმლო, კი. ხო და ეს კიდე ერთი ორად მის ნდობას გიჩენს ამ თემის მიმართ. პირველი ამ თემის მიმართ რა.
ქალებში როგორ ხდება ვიცი, როდესაც წონას იკლებს, როგორ რას იბრუნებ რა, შეგრძნებებს რა ემოციებს. რა ხდება კაცებში? ანუ წონის კლების გარდა, იმის გარდა რომ მე მესმის ჯანმრთელობაზე ვისაუბრე და გასაგებია რომ ცხოვრება ამ თვალსაზრისით სხვაგვარად რეალიზებული გახდა, მაგრამ არა, როგორც მამაკაცი, რა შეგრძნებები გეწყობა, რა მოდის, რა ფიქრები მოდის, თავდაჯერება თუ იმატებს, აი როგორც ქალებში. გასაკვირველია, ერთი და იგივე, იცი რა, დათო მითხრა აც უკვე ჩემთვის დათო შეიძლება ფამილიარობაში არ ჩავმართოს, მეგობრობთ უკვე ამდენზე. დათომ თქვა, რომ თავიდან დაიბადებია და მე მეგონა რაღაცა ფიგურალურად, რომ აი თავიდან დავიბადე, არა, თავიდან დავიბადე. აბსოლუტურად შემეცვალა ხედვები, ფერები, გეცვლება შენი ასაკის შეგრძნება, ვეღარ გრძნობ რა ასაკის ხარ, ხო? აი ხა მე ვარ 55-ის გავხდები მალე სექტემბერში და თავს ვერ გრძნობ 55 წლის ადამიანად. გრძნობ უფრო პატარად, რასაკვირველია. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ ნამდვილად მოძრაობ, არიღლები, აკეთებ ისეთ რაღაცას, რაც ჩემს ასაკში ძალიან ბევრს უჭირს მაგალითად. ასე შემდეგ რა. მაგრამ აქ არის ერთი პირობა თუ ცხოვრების წესის შეცვლას არ აპირებს ადამიანს. აზრი არ აქვს. ეს ოპერაცია არ უნდა გაიგეთოს. მე მაგალითად ჩაკას აღარ ვიღებ, ალკოჰოლი არ და ჭიქაზე ხელი არ მომიკიდია, სადაც ალკოჰოლია ჩასხმული უკვე 14 წელია სადაც. აი, არც ერთი. კი, არა, არც ერთი წუთი. არა, არ მინდა, უბრალოდ იმიტომ კი არა ვითმენ, არ მინდა. აჰა. ეს არის ბოლო გაჩერება ალკოჰოლი რა. აი სადაც მორჩა მოვედით არის და ნუ არ მინდა ხე მე განვითარება მინდა წინსვლა მინდა და ასე შემდეგ. გვერდით მოვლენებზე როცა საუბრობ, რა არის მთავარი გვერდითი მოვლენები, რაც ყველამ უნდა იცოდეს? მე არ ვიცი ვისთან როგორ, მაგრამ ჩემთან მაგალითად გამოვლიდა დემპინგის სინდრომი. ეს არის კუჭში, მოკლედ დიდხანს საჭმელი არ ჩერდება და ეგრევე გადადის ნაწლავში. მაპატეთ ესეთი დეტალები. მაგრამ უბრალოდ კარგად რომ ავხსნო, ყველა მიცოდეს, რა შეიძლება განვითარდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას განუვითარდეს. ხო, მესმის. ამის გამო შაქრის დონე არის სულ დაბალი. ოკეი. ხშირად არის უფრო სწორედ დაბალი და ამ შემთხვევაში უკვე შაქარს რომ მიაწვდე შენს ორგანიზმს, ტყუდება პანკრეასი და კიდე უფრო დაბლავარდება. აი დიაბეტის შემთხვევაში ხო არის რომ ზევით იწევს, ეს კიდე უფრო დაბლავარდება, გესმით? და რითი არეგულირებ? მხოლოდ და მხოლოდ კვებით, მეტი არაფრით. კვებით. კი, მხოლოდ და მხოლოდ კვებით, მაგრამ მე რომ ვიცოდე კიდევაც რომ ეს შეიძლება განმივითარდეს, მაინც გავიკეთებდი ოპერაციას. ეს მის სიმხელა მიიღირს ეს ამათ, გესმით? ასე რომ, ამიტომ ვიძახი რა. პირველი რაც დათომ მითხრა, ფსიქოლოგიურად უნდა იყო მზად. ვერ მივხვდი მაშინ რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე ისე განწირულ მდგომარეობაში ვიყავი, მე ჩემ თავს დავუყენე ესე, რომ ან უნდა მომკვდე, ან უნდა ეს გავაკეთე. იმის შემდეგ რაც დავიკელი, რაც სასმელზე ვარი ვთქვი და ასე შემდეგ, 80% ჩემი მეგობრების აღარ მყანა. და იქ აღმოვაჩინე, რომ უბრალოდ ჩვენ გვაერთიანებდა სუფრასთან ჯდობა, სრუბრძნობა და ბევრი დალევა და ლაი და მეტი არაფერი. ამასაც უნდა შეეგუონ, რომ ეს აუცილებლად დადგება. შეეცვლება შეეცვლებათ, წრე შეეცვლებათ, წრე შეეცვლებათ, სოფმხედველობა შეეცვლებათ. მესმის ძალიან. კიდევ დღეს არის უკვე ეხლა არის ალბათ მე-11 თუ მე-12 წელი, ვინც ამ ოპერაციის შემდეგ ბევრი რამე შემიძლია ამაზე. 12 წელი ამ წონაზე ხარ. კი, არა, ცოტა მოვიმატე, ეხლა ცოტა მოვიმატე, იმიტომ რომ ყოველთვის ვარჯიშობ მე. ჩემი ბოლო ვარჯიშებზე კრეატინი მივაშველე, იმიტომ რომ კუნთის მასის მოსამატებლად შეგნებული. კი, შეგნებულად რომ კუნთის მასა მოვიმატე, ასე შემდეგ. თორე კონტროლის შემთხვევაში ყოველთვის იქნები იმ წონაზე რა. დათომ კი მითხრა რომ დაკლებულიდან 10-15%-ამდე მოიმატებო. მაგრამ მე არ მოვიმატე, იმიტომ რომ არ მივეცი თავს. ხო, იმიტომ რომ პატივი ეცი იმას, რაც გააგებს შენს რაღაც ამ ნამოქმედარს და გაუფრთხილდი. ხო რა, ერთ-ერთმა ექიმაც მითხრა, არ ვიტყვი მის სახელს და გვარს, დიდი ექიმია, უბრალოდ არ მინდა რომ მას გაბრაზდნენ. ვინც ამის მერე იმატებს კახა, როგორც წესი დაბალი ინტელექტის მატარებელია, ახლა სიკვდილზე მიდიხარ, ფაქტიურად ადრე იყო ძალიან სახიფათო, როდესაც მე გავიკეთე. 50-50-ზე იყო აი რისკი. დღეს უკვე არის 2%, წარმოგიდგენთ 50-დან 2%-ამდე დავიდა რა. ნუ ბრმაწლავს უფრო მეტი რისკია ვიდრე ამ ოპერაციას, ხო? თან დათო განსაკუთრებულად აკეთებს, არის რომ იჭრება და სტეპლერდება ეგრეთ წოდებული. ეს არის მიღებული წესი და დათო კიდე სტეპლერების გარდა კერავს.
ეს ყველაფერი ხედება მნიშვნელოვანია სისხლი. უფრო მყარია მყარია, გავიგე. ქართული მენტალის გათვალისწინებით რომ შეიძლება გასკდეს და გავიგე, კოჭი მოკლედ. გაზარდოს. ძალიან საინტერესო იყო, რატო იცი, იმიტომ რომ თემა გაქვს შესწავლილი. ხო, ანუ ნუ, გისმენე ხო, ხარ რაღაცა ხო, ხვდები რომ ნდობა შეიძლება იმის ვაკონტროლებ გესმის, აი ყველამ უნდა იცოდეს. სიმსუქნე, რასაც ქვია, არ იკურნება. სიმსუქნე არის ცხოვრების წესი, მასთან ბრძოლა როგორ ჩაქრიან დიაბეტთან ხდება ასე. მუდმივად მუდმივად უნდა. ფეთვებთან და მენტალურ პრობლემებთან უნდა ისწავლო მასთან თანაც. მასთან ხო რა, აი უნდა მართო. კი, ზუსტად. ეს გავიკეთე და მორჩა წავედი ახლა. ეგრე არა. საერთოდ ცხოვრებაში არაფერი ეგრე არ არის გავაკეთე მორჩა წავედი, რომ ყველაფერს ჭირდება მუშაობა და პროგრესი აბსოლუტურად. ახლა ძალიან დიდი მადლობა. ძალიან.